მოგესალმებით ჩონგჩინიდან, სოფლიოს ყველაზე უფრო დიდი ქალაქი და სადაც მატარებლები პირდაპირ კორპუსებში დადიან. და ეს AI არ გეგონოთ, ეს მატარებლები ნამდვილად შედის კორპუსში და ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ. წამო ერთად ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება 21 საუკუნის ჩინეთს. ჩინეთი ქვეყანა, რომელზეც ალბათ ყველა ჩვენგანს საკუთარი ასოციაცია გვაქვს. I love China. ისტორია, თანამედროვე ტექნოლოგიები, დიქტატურა და კომუნიზმი. გილოცავთ ხალხო კომუნიზმის ღია დავათ და აგერ ამათანა ვარ. უცნაური კერძები. ვაიმე კალია შეჩენა. ჩინელები. უიხო ეს არ უნდა მეთქვა. მოკლედ ბევრი რამეა რაც ჩინეთზე ძალიან შორიდან გვაქვს მოსმენილი და მე ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა და გაგება მსურდა. რომ მე რა თქმა უნდა თქვენთვის გამეზიარებინა. ასე რომ YouTube-ის ამ და შემდგომ ორ ეპიზოდში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ვემოგზაურებ. გამოვსდი ყველა ჩელენჯს, რომელიც გზად შემხდება და გავსინჯავ ყველა ტიპის საჭმელს თუ სასმელს, რომელსაც შემომთავაზებენ. და იმედია მათ შორის ძალიან კატა არ იქნება. ამ ვიდეოს განმავლობაში კი მიზნად მაქვს რომ შევასრულო რამდენიმე დავანება. უნდა ვჭამო მე-20 საუკუნის ბუნკერში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანები იმალებოდნენ. უნდა ვუყურო საკუთარი ყურის გაწმენდის ოპერაციას. ჩავიტარო ფეხთევზ წმენდა, მე ესე დავარქვი. თევზისგან თუ ესეც ზოგადად გავხდებოდი არ მეგონა. წავიდე დეიტზე ჩინელ გოგოსთან ერთად და ვკითხო თუ როგორია ცხოვრება ჩინეთში ადგილობრივებისთვის და რაც მთავარია, დავესწრო კომუნისტურ დღესასწაულს და ვნახო თუ როგორ აღნიშნავენ მას ჩინეთში. მოგზაურობას კი ჩინეთის ყველაზე უფრო დიდი ქალაქიდან, ჩონგჩინიდან ვიწყებ, რომელსაც ხშირად საიბერ ქალაქად მოიხსენიებენ. მისი მომავლის და ხშირად ფუტურისტული არქიტექტურიდან გამომდინარე. მოგესალმებით ჩონგჩინიდან, მომავლის ქალაქიდან და მომავალი რამდენიმე დღე მე ამ ქალაქში ვიმოგზაურებ. ეხლა ვარ მე-60 სართულის სახურავზე. და აქედან კიდე 4 ქალაქში დავალ, ასე რომ გამომყევით ვიდეოს ბოლომდე. Let's go. თუმცა სანამ ქალაქში ჩამოვალთ, მოდი მოგიყვებით თუ რა დაგხვდება ჩინეთის აეროპორტებში. და თან ჩემს ორ უახლოეს მეგობარს მესხოს და არის გაგაცნობთ, რომლებსაც ბევრი სუპერძალა აქვს მოგზაურობაში და მათ შესახებას ეტაპობრივად მოგიყვებით. აეროპორტიდან დაიწყო ძალიან მაგრად მოგზაურობა, მეგობრებო, 3 powerbank-ი ჩამომართვეს, ესე უბრალოდ ამის სანტებელად. უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცი რატო powerbank-ი 3C არ ეწერა, ჩამომართვეს და ნუ მოკლედ თუ ჩინეთში წამოხვალ ზედეთ რომ powerbank-ი ალბათ უმჯობესია რომ არ წამოიღოს. ან 3C უნდა ეწეროს რომ მოგცენ უფლება რომ შემოიტანოთ. იქამდე ანუ ისე იმდენი კითხვა დაგვისვეს რომ შემოვდიოდით რომ აიო. 5 წლის ვარ და აქამდე ამდენი კითხვა არავის უკიდე. ის დამავისწა თავარი რომ ჩამოვედით პირდაპირ შეგვაგდეს სადღაც ექიმთან და პირში ჩაგთხარეს და შეგვამოწმეს ჯანსაღები ვიყავით. ხო, როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში მოგზაურობისას აკრძალულია სანთებელის და ისეთი powerbank-ის ქონა, რომელსაც 3C არ აწერია. თუმცა დაფრენიდან რამდენიმე წუთში ყველა კამერა ახსნობს სახეზე და თვითმფრინავში შეგიძლია რომ Face ID-ს გამოყენებით შეხვიდეთ. ისე როგორც ამას ახლა ანდრი აკეთებს. ანუ იმდენი ანალიზი აგვიღებს რომ სახეზე გწნობს უკვე ყველა აპარატი. ცნობებში. შენ არ ხარ, მაგრამ შენ გწნობენ აშკარად ეცე. მოვიდა შენ იზიაჩი არა ხარ. დაფრენიდან რამდენიმე წუთში კი გადავწყვეტ გავაკეთებინა ის, რასაც ყველა თქვენგანი გააკეთებდა. ხო, საჭმელად წავსულიყავით. მაგრამ იქამდე ნომერში შევიარეთ და მოდი განახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი $20 ნომერი, რომელიც რომელიღაც კორპუსის 62 სართულზე მდებარეობდა. გავინო, საწოლი ნახე როგორია ერთი. ქვასავითა. იმერა ქვასავი. და ესე გავეშოვეთ რომ შემესრულებინა ჩემი პირველი დავალება და მეჭამა მე-20 საუკუნის ბუნკერში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანები თავს აფარებდნენ. ჩონგჩინგი, რომელსაც რეალურად ქართულად ჩუნცინი ჰქვია, ომის პერიოდში ჩინეთის დედაქალაქი იყო მისი მდებარეობიდან გამომდინარე და აქტიურად იბომბებოდა. ეს რეგიონი კი ყოველთვის გამოირჩეოდა მისი ზედმეტად ცხარე საერევლებით, რომლებსაც საჭმელში იყენებენ. და მეც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრადიციული საჭმლის ჰოთ-ფოთის გასაშინჯად მოვედი ამ ბუნკერში. ეხლა ჩვენ ვარ ძველ სამხედრო ბუნკერთან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩონგჩინგში იყენებდნენ თავდასაცავად რა. და გადაკეთდა ეხლა უკვე რესტორნად და აქ ვაპირებთ რომ ჭამოთ ჰოთ-ფოთი, რომელიც ყველაზე უფრო ამ რეგიონის საჭმელია. მადლობა რომ გადამეფარე ჯიგარი ხარ. ფაბრიკა როგორც გადავაკეთე ჩვენი ძველი საბჭოური რაღაცეები, ისე გადააკეთეს ამათმა ეს ბუნკერები რესტორნებად რა. ანუ 2 კილომეტრი გრძელდება ხალხო ეს რესტორნი. ეს 2 კილომეტრიანი ბუნკერი ლამის სულ სავსე იყო ადგილობრივებით.
ხო ამ ქალაქში ბევრ უცხოელს ვერ შეხვდებით. შეკვეთები კი ხშირად ესეთ პატარა რობოტუკებს დაჰქონდათ. გამინახა და გავიდა, შეხედე რომ არ დამეჯახოს. კამბეი. ჭამაზე სრული ვიდეო უკვე მზადების ეტაპზეა ჩინეთის 4 სხვადასხვა რეგიონში ვჭამ ყველანაირ საშინელებას, რაც გზად შემხვდება და ამ hotspot-საც იქ შევაფასებ. ასე რომ არ დაგავიწყდეს რომ გამოიწიროთ ჩემი არხი. მე კი ახალი დავალების შეასრულებლად გავეშორი ამ უზარმაზარი ქალაქის სულ სხვა მხარეში. მიჰაუ, მეგობრებო, მოგესალმებით ჩინეთიდან. ხო, რას ვამბობდი, რას თავარია? ეხლა ჩვენ ვართ რეალურად 22 სართულის სახურავზე. და ის შენობა, რომელსაც ხედავთ, ამ 22 სართულის სახურავიდან იწყება და ამის ქვემოთ კიდე 22 სართული და რას თავარია, ეს არის ცენტრალური მოედანი. წამოდით ახლა გადახებთ როგორ არის ეს 22 სართული. ჩემი კამერამენი, რომელიც ეხლა აიღო ლიცენზია, ამ ყველაფერს ეს დამყვება ძალიან მაგრად და აი თუ შეიძლება რომ გადაახედო და ანახო ქვემოთ. ხო, ამ ქალაქს ბევრ სხვა სახლთან ერთად 5D ქალაქადაც მოიხსენიებენ, რადგან ის მთებზე და გორაკებზეა აშენებული. და მართლაც რომ არქიტექტურული სასწაულია ნერად სწორადაა დაპროექტებული. და მთელი გზა, სანამ აქამდე მოვიდოდი, მეგონა რომ ჩვეულებრივ გზაზე მოვაბიჯებდი, თუმცა ეს view აი ქვემოთ არიან სხვა მანქანები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა 22 სართულის სახურავზე. ეს კი მეშინია ხოლმე გადაწოლის, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერს ვიზავრო კონტენტი კაი გამოვიდეს. და სწორედ იმიტომ რომ ქალაქი სართულებადაა გაშენებული, აქვთ მეტრო, რომელიც სართულებში შედის. ხო, აი ის პირველ კადრში რომ გაჩვენეთ. ალბათ ლოგიკურია რომ მეც მინდოდა რომ ამ ვაგონით მემგზავრა და წავედი რომ თავად მენახა თუ როგორია სადგური, რომელიც კორპუსის მერვე თუ მეცხრე სართულზე მდებარეობს. მეტრო და რომ გამოდიხარ, მერე ჩამოდიხარ კორპუსის პადიეში, ჩვეულებრივად რომ ჩახვიდე ქვემოთ. და ეს სადღაც ალბათ ამ კორპუსის მე-12 სართულზე ვიყავით და ეხლა ჩამოვდივართ რომ ქვემოდან ნახოთ ეს კორპუსი რა. აი აქ არის ხიდი, სადაც ანუ დადის ეს მეტარებელი და სადღაც თებში მიდის მერე მაღლა, რავი, სიგიჟია ჩვეულებრივი. მართლა ძალიან გასაოცარია ამის ნახვა. ყველასწორ ჯეჯრობით ეს მესი ამბობდა რაც ნახე იმათ შორის. თუმცა ნაკლებად სასიამოვნო გამოდგა ჩემი მეორე აქტივობა, ყურის გაწმენდა. რადგან ამ მომენტში მეგონა რომ ეს ჭხირი ჩემს ტვინს ეხებოდა, მაგრამ სულ მალე კომუნისტურ ფესტივალსაც დავსწრებოდი და ყურ გამოუწმენდელი ხო არ შევხვდებოდი არა? გონია რომ ტვინში შემოდის. აუ იმენა რასაზი. აუ რამხელა რაღაცა გამოაგდო. აი აქ გონია რომ ტვინში აი მე რასულია. ხო და მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი არხი. შეხვეწე. აუ რა დაატრიალა ბიჭო. ანუ ყურს აღარ გამოვიწვედ ერთი 4 თვე ალბათ ამის მე რა ვიდია. არ ვიცი ყველაზე უცნაური რა გამოგისწიათ, მაგრამ აი ეს ყურის წენდა არის ყველაზე უცნაური რამე ალბათ რაღაც გონია რომ ტვინში შედის. მაგრამ გონია აღარ მინდა ხავს. თავდაბადე. ჯამში ეს სიამონება დაჟდა $8. სიამონება რაღაც არის. ამ ქალაქში ყურის მსგავსი ხერხი წმენდა ძალიან პოპულარული აქტივობაა. ასე რომ ანრიმას გააწყდა რომ გამოეცადა. მაგრამ შედეგი დიდად ყოფილი ვერ დარჩა. როგორ შეაფასებდი ამ გამოცდილებას? თავი ძმაო, აპკი გახეული ვიპოვე. ყურის ანთებამა. ვიბრიდები თურმე რა შე, რა სადმა მიყვანო. მე მგონია რომ $10 ღირს ეგ ეს გამოცდილება რომ გამოსვლა თუ ჩეთი ჩამოხვალთ რა. კარგი იყო მაგრამ საბოლოო ჯამში. საინტერესო იყო რა. რასაც ვეძებ მოგზაურობებში ეგ არის. განსხვავებული რაღაცეები. განსხვავებული რაღაცები კი ჩინეთში ყველგანაა და მათ შორის ეს ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარელია. ანუ თუ გამოიწნობთ რა ხდება. აქა ორი ქეთი ეგიდუდაშვილები არიან და შოთა დარბაიძეები. ლაივში არიან გასული. და დაუდონათ. 少感受大哥一种福利，还不够大哥，在比对面多500多个，我们年纪跟还不够大哥，还不够，还不够。什么叫还没来个哥？就大哥，这边手打什么叫还？ აუ გაფრენილია. აქ ერთი სასტავი. აქ მეორე ლაივ სტრიმები რა. აქ კიდე ერთი. Hello my friend. მიჰაუ. 我少感受。ეს ხდება ყველგან. აქითაც თელმოედანზე ეს ხდება მთელი ღამეა. ცოტაოდენი გავლის შემდგომ აღუვაჩინე რომ ლაივ სტრიმებში სოციალიზმი არ მუშაობს და ვისაც მეტი ფული აქვს, მასაც უკეთესი განათება და აპარატურა აქვს უკეთესი სტრიმისთვის. საქართველოში ალბათ მალე ვნახავთ საქართველოში ესე მგონია ეს რაღაცეებს ქუჩაში. კეთი დაუჭა ესე გარეთ დაждდებიან და დაუდონატებენ ვიღაცეები რაღაცეებს და მე ნახეთ თქვენ ლესგიკის ცეკვა თუ არ მოგენატრევათ. აი ამდენ ამეს რო ვიღებ, ეხა აქედან კიდე 4 ქალაქში რომ მივდივარ და ალბათ ყველა კრეატორის და ყველა მოგზაურის ტანჯვაერო არასდროს ადგილი არ კმარა ტელეფონში.
რა საკეთებ ამ დროს და მე გეტყვი ყველაზე მაგარ გამოსავალს თუ რა შეგიძლია რომ გააკეთო. ეს პატარა ყუთი 66 ტერაბაიტამდე მასალას იდევს და რაც მთავარია, ყველა ფოტო თუ ვიდეო დღის ბოლოს ავტომატურად იტვირთება ამ მოწყობილობაში შენი ტელეფონიდან. არ აქვს მნიშვნელობა ჩინეთში მოგზაურობ თუ სადმე ევროპულ ქვეყანაში. თუ ყოველთვის არასაკმარისი ადგილის პრობლემა გაქვს, რადგან ბევრს იღებ, ეს პატარა მოწყობილობა მაღაზია ფიქს სამუდამოდ აგაცილებს თავიდან. და ხო, არც სხვა ძვრადღირებული დრაივები შეძენა დაგჭირდება ამის მერე. ხოლო რაც შეეხება იმას თუ სად შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს მოწყობილობა, ოლ-მარკეტი და მე უკვე უშფოთ ველად იმოგზაურთ, რადგან თქვენი ყველა გადაღებული ფოტო თუ ვიდეო ძალიან უსაფრთხოდ იქნება. და რადგან უკვე ორი დავალება შესრულებული მქონდა, გავაშორე ჩემი რიგით მესამე და ყველაზე უცნაური აქტივობის ფეხთევზწმენდის შეასრულებლად. მაგრამ იქამდე მოდი განახოთ თუ რამდენად ფერადია ეს ქალაქი და რატომ უწოდებენ მას საიბერ ქალაქს. Nihao? Come. Hello. Nihao. Name? Arjil? I am Huang Yingchun. Bridge? Good? Good. Right. Nice to meet you. I'm Zola. Zola? Nikola, Zola akad, ჩემით. ბანგლადეშური ინგლისური, ჩინური ინგლისური. მე კურსი უნდა გამოვუშვა, შეიძლება. სანამ ეხამი ამას ველოდებით, ახლა თქვენ გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან ამის დრო გააქვთ. მაინც არაფერი ხდება ჯერ და. განათდა, მართლა ამაზე ყოფილა, რა გინდა არ არის ცუდი არის. ისინის განათდა, ნახე რა მაგარია, იუენა. არის თუ არა ეს საიბერ ქალაქი, ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ ლამაზი არის. მე ეგრე მგონი. ანუ ეს ნახეთ უბრალოდ რა ლამაზია აქაურობა რა, ანუ ძალიან ბევრი რაღაც მინახავს, მაგრამ ერთ-ერთი ამათ ყველაზე ლამაზი რაღაც არის ეს. თან კონტრასტია ძალიან მაგარი, რომ ეს ხო რაღაც ძველებური ჩინური ამბავია. აქით არის ეს ხიდი და ამ ხიდიდან მეორე მხარეს მდინარის იწყება ეს საიბერ ქალაქი, რომელშიც მალე წავალ. მაგრამ იქამდე შევალ აი ამ ჩინურ ძველ რაღაც მოლში და განახებ თუ რა ხდება შიგნით. წავედ. ეს შენობა ყველაზე უფრო ხალხმრავალი ადგილია მთელს ქალაქში და აქ შეგიძლიათ თითქმის ყველაფრის ნახვა. და მათ შორის ჩემი მესამე აქტივობაც აქ შევასრულე. მე და ანდრი მოვედით ნაღდი ჩინური გამოცდილებისთვის, ფეხები უნდა ჩავალბოთ თევზებში. როგორც შემდგომ გავიგე, ეს აქტივობა არც თუ ისე უსაფრთხოა, ამიტომ ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ თქვენ არ გაიმეოროთ არც ერთ აზიის ქვეყანაში. ჩემი პირველი რეაქციების გაზიარება კი ამ ფორმატში მიწევს, რადგან ჩემმა აქებმა ოპერატორმა გამოსდები თურმე ქრთამი ჩააბარა და ამ მომენტში ოსმოს ჩართვა დაავიწყდა. ჰა? ნეტა როგორი არის, ანუ მომიღუტუნებენ? საშინელება. რა ცუდი გზნობა, იცი? საცუდია. აუ, რა ცუდია. მეხუტუნება, ბიჭო, საშინელება. ანუ ძალიან ცუდია. ვერ ჩერდე. ამაზეც აუ მოდი ძმობას გამიწევ შაყავი რა აუ რა ცუდია იცი საერთოდ ვა ხანუ თევზისგან თუ ესეც ვარ გავხდებოდი არ მეგონა მეჩვენა ყურის და ფეხის თერაპიის მერე გადავწყვიტე რომ ჩემში ბიძი აჩის ინსტინქტი ჩავერთო და 32 მილიონიან ქალაქში მენახა გოგო რომელმაც ინგლისური იცოდა და რომელთაც ერთადაც დეიტზე წავიდოდი მე რო დიშვილზე მომეყოლა ბიძი ჩემს დროს რო გადავფრინდებოდი რა ეს აქტივობა ამ ქალაქში ყველა სხვა დანარჩენ აქტივობაზე უფრო რთული გამოდგა მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე ჩემი ჩინელი ქრაში რომელთან დიალოგის ნაწყვეტსაც მოგასმენინებს დანარჩენს კი ჩემს დიშვილს მოუყვები როცა მოუხუცდები და უკვე ჭოჭიალას კაფში ვიჯდები And how do you have a connection to Instagram? You use VPN? Because most Chinese they are not able to open Instagram for instance. Yeah, I use VPN. You use VPN. Yeah. So it's easy to use VPN here or not? No, it's difficult. It's difficult. Yeah, you must. If you must have a friend. Many people don't know this. Don't know this. Yeah. Is it like expensive? Like 200 renminbi. But then you have like access on Instagram, YouTube, everything, right? Yeah.
ალბათ თქვენ ცით რომ ჩინეთი ამ ხრივ ძალიან ჩაკეტილი სახელმწიფოა, სადაც არ არსებობს არც თავისუფალი მედია, არც სიტყვის თავისუფლება და მასშტაბი ადამიანებს არ აქვს სტომა არც სოციალურ მედიაზე, რათა არ მოისმინონ განსხვავებული აზრი. მაგრამ თუ ჩინეთში იმოგზაურებით მე გასწავლით მარტივ გამოსავალს, თუ როგორ დარჩეთ კავშირზე დანარჩენ სამყაროსთან. და მთავარი კითხვა ჩინეთში მოგზაურობისას თუ როგორ მქონდეს ინტერნეტი, იმიტომ რომ ყველაფერი დაბლოკილია როგორც იცით, არ აქვს სტომა არც YouTube-ზე, არც Instagram-ზე და ასე შემდგომ. თუ VPN-ი არჩევს და ძალიან ბევრი ოპერაცია არ გაიარეს. მაგრამ თუ ჩამოხვალთ და უბრალოდ roaming-ს ისიმს დაინსტალირებთ, არ დაგჭირდებათ არც VPN-ი და არც ერთი სხვა დამატებით საშუალება, რომ 5G გქონდეთ. მეც ეგრე შემიძლია რომ მქონდეს კონტაქტი ჩემს Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე სხვა ადამიანებთან და თავარია მუშაობს ისე როგორც იმუშავებდა ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ ძალიან სწრაფად და კარგად. მეორე დღეს კომუნისტური პარტიის დაარსების დღესთან დაკავშირებით უკვე მთელი ჩინეთი ისვენებდა. ასე რომ ქალაქში ხალხის რაოდენობამ და წითელმა ფერმაც იმატა. გილოცავთ ხალხო კომუნიზმის დღეა დავათ და აგერ ამათანა ვარ. უო სინძე ჰაილა. ვერაფერი ვერ გამაგებია. არა და მილოცვას ვაპირებდი. მოკლედ ამათ აქვს კომუნიზმის დღე, დღეს არის 1 ოქტომბერი და გაგნიშნავენ მაგას და რაღაცა ძალიან მესი გახდა დღეს ეს ქალაქი, მაგრამ უფრო საინტერესოა. დღეს ღამე როგორ იქნება? ზედმეტად ღამის ქალაქია რო არ მოგატყუოთ. იმიტომ რომ ღამე ნაცდება და ღამე უფრო საინტერესო ნახავია ყველაფერი რა. ვერ გავაგებია მე ხო კუოსინძე ჰაილა რო ვიხარ. ზოგადად მოგზაურობის დროს რენდომ ადგილებში პოდიალი ჩემი საყვარელი საქმეა, რადგან ასე დროს საინტერესო ამბები თავად გეძებენ ხოლმე. ანუ რაღაც ყილობაზე ვარ ხალხო. უკან რა 500 კაცი მიგებს ნახეთ აქედან. სახეთ გამომიყენეს ამათ. ეს პატარა პერფორმანსი მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო. წითელი ქოლგებითაც დაგვაჯილდოვეს მისი დასრულების შემდეგ და ალბათ ცოტა სოციალური კრედიტებიც მოგვემატა სამივეს. აი მე რა მაგარაცია. შენ ვინახარ? ეს ისაა ბიჭო, იმ გამყინვარებაში როა. ეგ არის. ამ პატარა არსების თანახმისას გამახსენდა რომ პანდა არასოდეს ყველგან ანახი და ძველი ქალაქისკენ მიმავალ გზაზე მის თანახავადაც შევიარეთ. მაგრამ ზოოპარკები ყოველთვის მიცრუებენ იმედებს, ამიტომ ანრიმ და მე ხომ ისევ სოციალურ კრედიტების აგროვება განაგზეს. მე კი ბანგლადეშის შემდგომ ახლა უკვე ჩინეთიდან გეტყვით თუ როგორია ევროპელი ადამიანის მოგზაურობა აზიაში. 你好 ，Hello， 你好。哎，你干啥呀？开场。开场。啊。好了。我弄别干什么？我气死我了！他连第四关没是没到马拉给吧？因为。对呀。然后都干么回的？干啥子？谢谢。好嘞。Hello. Hello. Where are you from? We are from Georgia. Oh, I don't know. I don't. You know Georgia? Hey, Say hi. where are you from? 你好。 Hello. 你们会说中文呐？ What? 你们会说中文呐？ I don't know. See you. Bye bye. Bye bye. 拜拜。哎，帅哥，能不能和你照一张相？好吗？可以和你照一张相。 No Chinese. I don't know Chinese. Picture with me. 哎呀， Okay, come on. 一张，来吗？来来来。 და კომუნისტური დღესასწაულის ამ სრულ ქაოსში 32 მილიონიან ქალაქში სრულიად შემთხვევით ნახე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი Instagram კრეატორი, რომელიც იტალიიდან ჩემსავით სამოგზაუროდ იყო ჩამოსული ჩინეთში. ანუ ამხელა ჩინეთში ხალხო ნახეთ ჩემი საყვარელი Instagram-ელი. I'm just saying that, you know, we met each other in China, like really random. Yeah. 32 million people live in this city. 32. And I didn't know that you were here, to be honest, in this city. I knew that you were in China. Yeah. But I didn't even post about it because I'm too overwhelmed. It's really nice to meet you. ხო მართლა Instagram-ზე გამახსენე რომ ასეთი მოგზაურობების ამბებს წინასწარ ყოველთვის Instagram-ზე ვაზიარებ ხოლმე. ლინკი აღწერაში იქნება, ასე რომ თამამად გამომყევი ამ პლატფორმაზეც. ფედერიკომ კი მითხრა, რომ საღამოს კომუნისტური ფესტივალის ფრაგლებში დრონების შოუ გაიმართებოდა ჩუნცინის თავზე და მეც სწორედ ამ ადგილისკენ გავემართე, რომ ჩემი თვალით მენახა ეს შოუ. ორი კაცი არ იყო გუშინ მეტროში და დღეს ნახეთ რა ამბავია. ძალიან უსაყვარლესი ხალხია. როგორ ყველა კეთილია ბიჭო, ესე გამოიყურება შმარია. ჩინეთური საცობები. დამიწერეთ კომენტარებში გავარო თუ არა იტალიას. გავარ იტალიას. იხო? იხო? იო, იხო. Vlog. ჩემის ვაკაცია. Yeah. I'm a YouTuber. A YouTuber? Yeah. მეძინება დაიწყო რა მალე. ძალიან კი დავიღალე დღეს სახე გამძრა, მაგრამ დრონების შოუ რო არ ნახო არ შემიძლია. ეს თვითფრინავია შეჭება.
თუმცა ანდრის ამ რეპლიკიდან რამდენიმე წუთში შენობების უკიდან მართლაც გამოჩნდა ათასობით დრონი. ხო არ ხადაო. რომლებმაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლამაზი შოუ მოაწყოს ქალაქის თავზე, რაც კი ოდესმე მინახავს. ხო არ ხადაო. დრონების ეს შოუ მართლაც რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო და ჩვენს გავაწყვეტეთ რომ ღამის ცხოვრებას გამოგვეცოდა ჩინეთში. ამიტომ საიბერ ქალაქისკენ გავეშურეთ. ზაში კი ყველაზე ნაკლებად კომუნისტურად ჩაცმული ახალგაზრდების მთელი კასკადი აღმოვაჩინეთ, რამაც არ დაგიმალავდა და ძალიან გაგაკვირვა. მე მგონი ესენი არიან შენჩება ამ კომუნისტური დღესასწაულის ოპოზიციურად განწყობილი ხალხი. მაო ძედურესაც მიძღვნი ანიმე ფესტივალი. My dream. Oh, okay. ითხრა ამ ფესტივალი ხოლმე. Goodbye. და მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს უკვე 2000 კილომეტრის დაშორებით მივიდიოდით საერთოდ სხვა ქალაქში, მაინც ქართულად მოვიქეცით და მაღაზიიდან ყველა რენდომ სასმელი გამოვზდით, რომ გაგვესინჯა. რაც რომ არ დაგიმალოთ, არც ისე კარგად დასრულდა. ადრი ჩვენ ვართ ადრი 10-დან მაგრამ ამაზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვანოთ, სადაც 50 განსხვავებულ საჭმელს და სასმელს გავსინჯავ 4 სხვადასხვა ქალაქში. და რაც შეეხება გულაობას, ჩინეთში აშკარად იციან და კომუნიზმის საერთოდ არ უშევთ ხელს ამაში. და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არც LGBTQ ხალხი შიში აქვთ იმის შიშით, რომ შეიძლება მათ ჩინელობა დააკარგინონ. მოკლედ უნდა ვაღიარო, რომ ამ ქალაქში მოგზაურობა იმაზე ბევრად მაგრად გამისწორდა, ვიდრე მოველოდი. ბევრი უსწაულიდან ვნახე და გავსინჯე, მაგრამ წინ კიდევ 3 ქალაქი და ძალიან ბევრი კილომეტრი. ასე რომ თუ მოგეწონა ვიდეო, ან დაგავიწყოს რომ გამოიწერო არხი და შემდეგი ვიდეოც მალე დაიდება. ნამდვილი მატლი, უგემრიელესი. არმი